მოგესალმებით, თქვენ უყურებთ კვირის ტყუილს, რომელიც დღეს მიმყავს მე, თეონა კეკელიას. კვირის ტყუილი არის ზღარბის ახალი პროექტი, რომელშიც ვცდილობთ მაქსიმალურად მარტივად აგიხსნათ, თუ ვინ და როგორ გვატყუებს. ეს კვირა ძირითადად ახალი წლის დახვედრას მიეძღვნა და საბედნიეროდ არც მათ ეცალათ, ვინც მთელ თავის ძალისხმევას ტყუილების ტირაჟირებასა და პროპაგანდაზე ხარჯავს. ყოველ შემთხვევაში, ისეთი მოზრდილი ტყუილი, როგორცაც შეჩვეულები ვართ, ამ კვირის განმავლობაში საბედნიეროდ არ მოგვისმენია. ვიდრე პროპაგანდა გამოფხიზლდება, გვინდა გელაპარაკოთ იმ ტყუილის შესახებ, რომელიც გასული წლის მიწურულს ითქვა და იმდენად უტიფარი იყო, რომ მას შეგვიძლია არათუ კვირის, არამედ წლის ტყუილიც ვუწოდოთ. და ამ ტყუილის ავტორია ირაკლი კობახიძე. დეკემბერს ირაკლი კობახიძე ხელისუფლების ერთ-ერთი ტელევიზიას ეწვია და შარშანდელი წელი 25 წელი ინტერვიუში შეაჯამა. ამ ინტერვიუში ჩვენი ფორმატის გადაცემისთვის ბევრი საინტერესო რამ ითქვა, მაგრამ ჩვენ შევჩერდებით დღეს ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ტყუილზე. ის ეხება საქართველოს შარშანდელ საგარეო პოლიტიკურ მიღწევებს. კობახიძის თქმით, 2025 წელმა საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით წარმატებით ჩაიარა. კონტექსტი რომ არ დავუმახინჯოთ, მოდით მოვუსმინოთ სრულ ფრაგმენტს, რას ამბობს კობახიძე ამ ინტერვიუში. დღეს ვაჯამებთ 2025 წელს, ასე ვთქვათ, მინდა რაღაცნაირად იქნებ შევაჯამოთ თქვენთან ერთად, მაგრამ მინდა მაინც უფრო საგარეო კუთხით და საგარეო, ასე ვთქვათ, ვექტორზე საუბრი დავიწყო, რადგან მესამეობაში ვთქვი, რომ 2025 წელი საკმაოდ ისეთი რადიკალური ცვლილებების წელი იყო გლობალურ პოლიტიკაში და თქვენ დღეს თქვით, აი ამბასადორიალზე, როდესაც ელჩებს მიმართავდით, რომ იცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი და ამგვარი გარდაქმნების პირობებში საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკაზე დაფუძნებულ საერთაშორისო ურთიერთობებს. მოდით დავიწყოთ ამით, რას გულისხმობს პრაგმატული პოლიტიკა, რას გულისხმობთ ამაში, როდესაც ამბობთ და ზოგადად როგორია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ვექტორი, რაზეც ეს წელი გამუდმებით ისმოდა შეკითხვები. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით მოწვევისთვის. მხარია რომ ერთად შევაჯამებთ გასულ წელს, 2025 წელს. საინტერესო იყო ეს წელიწადი, მათ შორის საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით. ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სერიოზული სირთულეები, თუმცა 2025 წელსაც შევძელით ჩვენ ყველა სერიოზული გამოწვევების სათანადოდ დაცლება, რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევები, მაგრამ 2025 წელმა ჩაიარა წარმატებით, ასე ვიტყოდი, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით. რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე რჩება ძალიან რთული, კონფლიქტებით არის სავსე, მთელი მსოფლიო არის კრიზისი. ძალიან ბევრ ქვეყანაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს პრაგმატულობის შენარჩუნება და რაციონალური პოლიტიკის შენარჩუნება. ეს იყო ის, რითაც ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობის გამტკიცება, მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და საბოლოოდ ქვეყნის განვითარების უზრუნველყოფა. და მოთმინების პოლიტიკა, მათ შორის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მოგცემს მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრიორიტეტები, როგორც მოგეხსენებათ, ეს პრიორიტეტები კონსტიტუციაშიც არის ასახული, ამ კუთხითაც არის ბუნებრივია ძალიან სერიოზული გამოწვევები. რაც შეეხება ნატოს საკითხს, რომელიც თქვენ ახსენეთ, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს გამოხატული უკვე შეცვლილი პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და შეცვლილი პოზიცია არის უკრაინაში განვითარებული მოვლენების, უკრაინაში მიმდინარე ომის პირდაპირი გაგრძელება და გამოხატულება. საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, ნატოს ღია კარის პოლიტიკას, ეს ყველაფერი აღმოჩნდა სინამდვილეში ორ პირიქარის პოლიტიკა. ეს დღეს აღნიშნა მათ შორის ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა ბორის ჯონსონმა და ძალიან სამწუხაროა, ხო, ორ პირიქარის პოლიტიკაში. ეს რამე საქართველოსთვის ამ შემთხვევაში, როდესაც გაცხადებული გვაქვს, თქვათ, ნატოში გაძლიერება და ევროინტეგრაცია. ცვლის იმ თვალსაზრისით, რომ მეორე მხარე
თავად საუბრობს არ გაფართოებაზე, რა თქმა უნდა, ეს არის შეცვლილი მოცემულობა. აქაც რა თქმა უნდა ჩვენ გვმართებს პრაგმატულობა, რაციონალური მიდგომა, ჩვენ უნდა შევხედოთ, როგორ განვითარდება გლობალურად პროცესები და ამის მიხედვით ბუნებრივი ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. რაც შეეხება ევროპულ ინტეგრაციას, რომელიც არის ასევე კონსტიტუციური ამოცანა, აქაც გვაქვს სერიოზული სირთულეები და მათ შორის აქაც მსგავსი სირთულეა, რომ თვითონ ევროკავშირს აქვს პრობლემები. რაც ყველაფერზე აისახება, მათ შორის გაფართოების პოლიტიკასაც. მთავარი პრობლემა ევროკავშირისთვის არის ის, რომ კონკრეტულად ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას და ევროპულ ბიუროკრატიას სუვერენიტეტი აქვს ძალიანად დაკარგული. ასეთ პირობებში მათ უჭირთ საკუთარი ობიექტური ინტერესების, ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად მოქმედება და ეს ბევრ რამეშია გამოხატული და ამ ყველაფერზე საუბრობს ამერიკული უსაფრთხოების დოკუმენტიც, ხო? მათ შორის რა პრობლემები არის იგივე დემოკრატიის მიმართულებით, ადამიანის უფლებების მიმართულებით, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და ამ შემდეგ. ამაზე უკვე ღიად საუბრობენ ამერიკული ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რაზე ჩვენ საუბრობდით 3-4 წლის მანძილზე და რასაც ნათლავდნენ, რა ვიცი, ზოგი პრორუსულ პოლიტიკა და პრორუსულ, ასე ვთქვათ, ნარატივა და ამ შემდეგ. იმაზე საუბრობს დღეს ღიად ამერიკული ადმინისტრაცია. ძალიან მარტივად ეს არის სიმართლე, რომელზეც ადრე საუბრობდით თამამად ჩვენ და საერთაშორისო დონეზე არ ყავდა ამ კუთხით ესამაიც ასე ვთქვათ აქტიური პარტნიორები ასე ვთქვათ, დღეს უბრალოდ იგივეს ლაპარაკობს ახალი ამერიკული ადმინისტრაცია. ესე იგი ირაკლი კობახიძის თქმით, ჩვენი კონსტიტუციური ჩანაწერი პრობლემაა და პრობლემა იმიტომ არის, რომ ჩვენ კი გვიწერია, რომ ევროპისკენ და ევროატლანტიკური სივრცისკენ მივისწრაფვით, მაგრამ არც ევროპას და არც ნატოს ჩვენი მიღება არ უნდა. მეტიც მათ საერთოდ არ სცალიათ ჩვენთვის, რადგან თავად აქვთ კრიზისები, ანუ საკუთარი თავი გასჭირვებიათ. კობახიძე თავისი მთავრობის ღირსება დასახელებს საგარეო პოლიტიკაში პრაგმატიზმს და მოთმინებას. რასაც არ უნდა თვლიდეს ირაკლი კობახიძე წარმატებად, შესაძლოა იმის სრულად საპირისპიროს, რასაც წარმატებად ჩვენ მივიჩნევთ, ამ სიტყვას ყველა ენა და ყველა ლექსიკონი განმარტავს როგორც წინსვლას, კარგი შედეგის მიღებას და გამარჯვებას რაღაც საქმეში. ესე იგი, წელი თუ წარმატებული იყო, საქართველოს უნდა ჰქონოდა წინსვლა საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, ყველა მიმართულებით თუ არა, რომელიმე მიმართულებით მაინც უნდა გაემარჯვა და უნდა მიიღო კარგი შედეგი. ირაკლი კობახიძე იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მიიჩნევა, რომელსაც როგორც თვითონ ახსენა ამ ინტერვიუში, ოფიციალურად აქვს დეკლარირებული ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და ეს ყველაფერი კონსტიტუციაში, ანუ უმაღლეს კანონშია გაწერილი. ხომ ნახოთ, რას ამბობს 78 მუხლი. კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ჩვენ საქართველოს მთავარი კანონის სულისკვეთებას გავყვებით და დავიწყებთ იმის გარკვევით, თუ რა წარმატებას მიაღწია ოცნებამ დასავლეთის ფრონტზე და კონკრეტულად შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში. 20-24 წელი დასრულდა ოცნების საპატიო თავმჯდომარის და ქვეყნის რეალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით. ამ წლის 27 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა და გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართულმა ოცნებამ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი. ბიძინა ივანიშვილი დაემატა სახაზინო დეპარტამენტის სანქცია დაკისრებულთა სიას. ამ სიაში შეყვანილთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, რომ ჰქონდეს წვდომა ამერიკის ფინანსურ სექტორთან. საქმეში უკეთ გასარკვევად შეგახსენებთ კონტექსტს. ამ დროს ამერიკის არჩეული პრეზიდენტი არის ტრამპი. გულისხმობთ 27 დეკემბერს 2024 წლის, რომელსაც ოცნება დიდი მედებს უკავშირებს, მაგრამ ტრამპის უფლებამოსილება მხოლოდ იანვარში ამოქმედდება. ივანიშვილის დასანქცირების დროს ამერიკას მართავენ დემოკრატები.
დემოკრატების ადმინისტრაციის პირობებში შეუჩერდა საქართველოს შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობაც. ეს მოხდა ივანიშვილის დასანქცირებამდე ერთი თვით ადრე, 2024 წლის 30 ნოემბერს და ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ქართული ოცნების და კონკრეტულად ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე აჩერებდა მთავრობა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. რასაც საქართველოში მოჰყვა საპროტესტო აქციები და აქციის მონაწილეთა ძალით დაშლა. 2025 წლის იანვარში ამერიკის სენატში მეორედ შევა კანონპროექტი მეგობარი აქტი, რომელიც ქართული ოცნების ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ეს აქტი პირველადაც და მეორედაც ამერიკელმა კანონმდებლებმა წარადგინეს საქართველოში რუსული კანონის მიღების პასუხად. 2025 წლის 27 მარტს ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტმა მეგობარი აქტი დაამტკიცა. ამ დროს პრეზიდენტი არის უკვე დონალდ ტრამპი. მაგრამ თეთრი სახლი ქართულ ოცნებასთან ურთიერთობის არანაირ სურვილს არ ავლენს. როგორც ჩანს, ამის გამო 2025 წლის 13 მაისს ქართული ოცნების მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ღია წერილით მიმართავს პრეზიდენტ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსს და ძალიან მოკლედ თუ ვიტყვით, ითხოვს ყურადღებას. 21 მაისს ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პირველ კომენტარს აკეთებს კონგრესში საქართველოს შესახებ. ერთ-ერთი სენატორის შეკითხვაზე საქართველოში არსებულ რთულ ვითარებაზე მან ასეთი პასუხი გასცა. ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს. არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხატოს. ციტატის დასასრული. 28 მაისს შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ ელჩ რობინ დანიგანს სურდა შეხვედრა ივანიშვილთან, რომ გადაეცა მათთვის ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი, რაზეც ივანიშვილმა თქვა უარი. 2025 წლის 1 სექტემბერს ტრამპს წერილით მიმართავს უკვე მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც იმედგაცრუებულია და ისევ ითხოვს ყურადღებას, მაგრამ პასუხი ისევ არ არის. ყაველაშვილის წერილიდან ერთ თვეში საქართველოს სუსის უფროსი აცხადებს, რომ ტაივანში ამერიკის საელჩოდან საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად რადიკალებს აფინანსებენ. ამ განცხადების შემდეგ საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტში ახსნა განმარტებისთვის დაიბარეს. ამას მოჰყვა ამერიკელი კანონმდებლების რეაქციაც და 2025 წლის 5 ნოემბერს ორპარტიული წერილით მათ მიმართეს რუბიოს ადმინისტრაციას მოუწოდებენ დაიცვას ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პერსონალი, რომელიც საქართველოში ანტიამერიკული რიტორიკის ზრდის ფონზე ქართველი ოფიციალური პირების უსამართლო სამიზნეა. ასეთი იყო საქართველოს ურთიერთობის დინამიკა ამერიკის შეერთებულ შტატებთან 2025 წელს. რაც შეეხება ევროკავშირს. ევროკავშირთან ურთიერთობა ასევე წარმატებით დაიწყო 2025 წელი დაიწყო უვიზო მიმოსვლის შეჩერებით დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებისთვის. ევროკავშირის მთავარმა ქვეყანამ გერმანიამ კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია ქართული ოცნება გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერს აკაცუკს ეძახის. 2025 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ამ წლის გაფართოების ანგარიში, რომელშიც აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, სასამართლოს დამოუკიდებლობის შერყევის, ინსტიტუტების პარტიული ინტერესებისთვის დაქვემდებარების და საგარეო პოლიტიკის შეცვლილი პრიორიტეტების გამო. ხელისუფლებას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს კურსის შესაძლებლად და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად. ნათქვამია ამ ანგარიში. უსიამოვნოდ დაიწყო ურთიერთობა დიდ ბრიტანეთთანაც 2025 წელს. ამ წლის 10 აპრილს სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს ქვეყნის და პოლიციის 3 მაღალ ჩინოსანს. წლის ბოლოს ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვეყნებს ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელშიც ვარაუდობს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მთავრობამ გამოიყენა აკრძალული ქიმიური ნივთიერება. საქართველოს მთავრობა BBC-ს ჯერ ჩივილით ემუქრება და დიდი ბრიტანეთიდან ელის ბოდიშს. ოცნებას ბრიტანული მაუწყებლისთვის ჯერაც არ უჩივლია.
დასავლეთის ქვეყნებთან აი ამ ტიპის ურთიერთობების ფონზე 2025 წლის ზაფხულში 2 ივლისს ისრაელი იგებს, რომ ქართული ოცნების მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი თბილისში ირანის საელჩოში მისულა ისრაელის რეჟიმის თავდასხმისას დაღუპულ მოწამეთა ხსოვნისადმი მიწვევ ღონისძიებაზე და ირანს სოლიდარობა გამოუცხადა. ამას მოჰყვა ის, რომ ისრაელის საელჩო შეშფოთდა და განაცხადა, რომ ის შეძრწუნებულია საქართველოს მინისტრის მოადგილის მიერ ირანისთვის სოლიდარობის გამოცხადებით. კარგი ვითარება შარშან არც ამ მეზობლოში გქონდა, შარშანდელი წელი იმით დასრულდა, რომ მეზობლებთანაც დავწინაურდით, კერძოდ 2025 წლის 19 დეკემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ზოგარის ნავთობპროდუქტების პირველი პარტიის აზერბაიჯანიდან სომხეთში გადაზიდვაზე კომენტარის გაკეთების დროს თქვა ასეთი რამ, რომ საქართველოს რკინიგზის ტარიფებთან დაკავშირებით არის პრობლემები და გააფრთხილა საქართველოს, რომ თუ ნორმალური ტარიფები არ იქნება, აზერბაიჯანი და სომხეთი ალტერნატიულ მარშრუტებს იპოვიან. რაც შეეხება რუსეთს, ყველაზე პრობლემურ მეზობელს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, უკრაინის კონფლიქტის შემდეგ, არ მალავს სიმპათიას ამ ქვეყნის მიმართ, განსაკუთრებით მასთან აფილირებული ექსპერტების და ანალიტიკოსების პირით, ურთიერთობა მათთან ფორმალურად, ოფიციალურად არანაირად არ გაუმჯობესებულა, მეტიც თითქმის თვე არ გავა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ საქართველოს მოქალაქეები არ გაიტაცონ და ყველაზე გახმაურებული ამ მხრივ იყო 2025 წელს, როდესაც 4 ბავშვი გაიტაცეს, 4-ვე 10 წლისაც კი არ იყო, საბედნიეროდ ეს ბავშვები შემდეგ გაათავისუფლეს. აი ასეთი იყო 2025 წელი საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, რაც წარმატებულს ნამდვილად არ გავს, რას გულისხმობდა კობახიძე ზუსტად არავინ იცის, შესაძლოა ის გულისხმობდა უარყოფით დინამიკაში წარმატებას ან ქვეყნის იზოლაციის გზაზე წარმატებას. დღეს სულ ეს იყო, თქვენ უყურებდით კვირის ტყუილს, რომელიც მიმყავდა მე თეონა გეგელიას. მე შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხის ღარბი, მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, ვისაც ფინანსური დახმარება სურს, მათთვის ბმული არის როგორც ამ ვიდეოს აღწერაში, ასევე არხის აღწერაშიც და რა თქმა უნდა გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს, გისურვებთ ნამდვილად წარმატებულ 2026 წელს. მომავალ შეხვედრამდე.